აქ ბევრი რამე ხდება. კლიმატის ცვლილებისა და ნიადაგის ეროზიის ტემპი რომ შეანელოს, ევროპისთვის მდგრადი სოფლის მეურნეობაა აუცილებელი. თუმცა ორგანული ფერმერობის მიმდევარს უფრო მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე ტრადიციულ ფერმერს. ამ საქმისთვის გარჯა ნამდვილად ღირს. ნაკლები პესტიციდისა და ინსექტიციდის გამოყენება უფრო ჯანსაღი სურსათისა და მეტი ბიომრავალფეროვნების მიღებას ნიშნავს. ამიტომ ევროკომისიამ ორგანული ფერმერობის წასახალისებლად სამოქმედო გეგმა შეადგინა. 2022 წელს ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო მიწების სულ რაღაც 10% ეთმობოდა სოფლის ორგანულ მეურნეობას. არსებობს ასევე ნებაყოფლობითი ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის მიწების მეოთხედი მაინც ორგანული მეთოდებით იყოს დამუშავებული. დღეის მდგომარეობით მხოლოდ ავსტრიაში ამ მიზანს უკვე 25%-ით მიაღწიეს. მას მოსდევს ესტონეთი, შვედეთი, პორტუგალია და იტალია. ქვეყნებში როგორებიცაა ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია, სასოფლო-სამეურნეო მიწების 10-11% მუშავდება. ეს არის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი. აგრარულ ქვეყნებში კი როგორებიცაა უნგრეთი, რუმინეთი და პოლონეთი ორგანულად უფრო ნაკლებ მიწას ამუშავებენ. ევროპის აუდიტორთა სასამართლომ გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი ევროკომისიის სამოქმედო გეგმა. 2014 წლიდან 22 წლამდე ევროპამ ფერმერებს მისცა 520 მილიარდი ევრო, რომლის 2%-იც 12 მილიარდი ევრო ორგანულ ფერმერებს გადაეცათ. აუდიტორთა სასამართლო უკმაყოფილოა თანხის არასწორი განკარგვის გამო. მისი რეკომენდაციით უმჯობესია ორგანული ფერმერობისთვის კაფიო სტრატეგია გაწერონ, რომ შესაძლებელი იყოს მათი მეტი სიზუსტით შეფასება. მომხმარებელს ორგანული პროდუქტის შეძენის სურვილი რომ გაუღვივონ, ევროკავშირმა უკვე შემოიღო სპეციალური იარლიყი ორგანული ნაწარმისთვის. ლამაზი ბიოიარლიყი და კეთილი ნებისმიერ დასახული მიზნები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ორგანული ფერმერობა სტაბილურად დაინერგოს. ორგანული ფერმების ევროპელ მფლობელებს განვითარების გრძელვადიანი ხედვა სჭირდებათ. სწორედ ეს არის ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მთავარი გზავნილიც. ევროკომისია მალე ახალი წინადადებების გასაჯაროებას აპირებს. ორგანული ფერმების ავსტრიელი მფლობელები ევროპის ჩემპიონები არიან. არსად სხვაგან ევროკავშირში ამდენი მიწა არ არის ორგანულად დამუშავებული. ეს როგორ მუშაობენ დღეს ევროპაში ისინი, ვისაც ორგანული ფერმა აქვს. მე ახლა ბატონს ზეტნერს უნდა შევხვდე. დიდი მადლობა რომ შემხვდით. აქეთ წავიდეთ. ფუნგიციდებისა და ქიმიური სასუქების ნაცვლად ზეტნერი სახლში დამზადებულ თივის ჩაის იყენებს, რომელსაც ფერმენტირებული ბალახისგან იღებს. ჰერბერტმა და მისმა ძმამ ფერმა მამისგან მიიღეს მემკვიდრეობით და 4 წლის წინ ორგანულ მეთოდზე გადავიდნენ. 74 ჰექტარი მიწის ტრადიციული გზით დამუშავებისთვის 500 საათი გჭირდებოდა. ახლა კი რეგენერაციულ მეთოდზე გადასვლის შემდეგ 1500 გჭირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შრომა გაგვისამმაგდა. ჰერბერტს 24 სახეობის კულტურა მოჰყავს. წიწმატა სელი, შვია, სპელტის ხორბალი, მუხუდო, კულიავი და ასე შემდეგ. ეს სია ძალიან გრძელია. ამჟამად მთელი ევროკავშირის მასშტაბით მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კვლევითი პროექტი, რათა დაადგინოს თუ როგორ შეიძლება ჰაერიდან CO2-ის ნიადაგის ზედაფენაში გადმოტანა და შეკავება. ნახშირბადის შეკავების მეთოდზე დაფუძნებული მიწათმოქმედების შედეგად კლიმატის ცვლილების ტემპი იკლებს. ფერმერების სასიხარულოდ კი ნეშომპალას მსუყე სასუქი რჩება. ხედავთ როგორ ეკვრის მიწა ფესვებს. ეს ნიშნავს, რომ მცენარე ნიადაგში ძალიან კარგად არის ფესვგადგმული. სწორედ ეს გვინდა ჩვენც. მიწაში უამრავი წვრილი ფესვია. მიწა კი ძალიან კარგად არის გაფხვიერებული. ერთი კულტურის ერთ ვრცელ ყანად და თესვისგან განსხვავებით, ნეშომპალაში მცენარე წვრილ ზოლებად ითესება და ირგვება. ჰერბერტი იხსენებს, რომ მისი ბაბუა წიწილებს ფეტვით კვებავდა. ტრაქტორზე პირველად ბაბუასთან ერთად რომ დავჯექი, დაწყებით კლასში ვსწავლობდი. კლიმატის ცვლილებისა და სახეობათა გადაშენების ტემპი რომ შეენელდეს, ევროკომისიამ დაგეგმა, რომ ფერმერებმა თავიანთი მიწების 4% დაასვენონ. თუმცა ტრადიციული სოფლის მეურნეობის მიმდევარი ფერმერების პროტესტის შედეგად ეს მოთხოვნა გააუქმა. რაც შეეხება მიწის უხნავად დატოვებას ან მარცვლეულის როტაციასა და ყვავილების ზოლების გაკეთებას. ეს ყველაფერი ევროკავშირში სავალდებულო უნდა იყოს თუ ნებაყოფლობითი. ნასვენი მიწა, ყვავილების ზოლები და მარცვლეულის სწორი როტაცია, როგორც სეზონური, ისე მარცვლეული და ფოთლოვანი ნათესების მიმოცვლა. ჩემი აზრით, სავალდებულო უნდა იყოს. დღეს ჰერბერტი ზამთრის თესვას მაჩვენებს. მისი მინდვრები წლის ნებისმიერ დროს მწვანე უნდა იყოს. ეს ჰაერში ნახშირბადის ბალანსისთვისაც კარგია. აუერსტალში, ავსტრიის აღმოსავლეთით მდებარე პატარა სოფელში, ორგანული ფერმების მრავალი მფლობელი ცხოვრობს. მათ შორის არიან ჰერბერტის მეზობლებიც კრისტიანი, ორგანული ღვინის მწარმოებელი და კლემენსი, რომელსაც წიწილების ორგანული ფერმა აქვს.
ჯერა რომ ორგანული ფერმერობა ნიშნულ მდგომარეობაში დარჩება, თუკი მის განვითარებას პოლიტიკა არ შეუწყობს ხელს. ფერმერები, რომლებიც ძალ ღონეს არიშურებენ იმისთვის, რომ ნეშომპალა იდოს ნიადაგზე, ბუნებაზე ზრუნავენ. ამისგან ფერმერებმა ფინანსური სარგებელიც უნდა მიიღონ, ფული უნდა გადაუხადონ. პირველ რიგში, იმიტომ რომ მე ატმოსფეროდან CO2-ს ვიღებ. ამით ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებ და მინდა რომ ევროკავშირმა ეს აღიაროს. ორგანული ფერმერობა რომ განვითარდეს, ამის ერთი გზა ის იქნება, რომ რეგიონს მეტი ძალაუფლება მისცენ, რადგან იქ იციან რა პრობლემებია ადგილზე. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მცირე ფერმებს. არ მგონია რომ ევროკავშირის არსებული სუბსიდირების სისტემა ამართლებდეს. მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი პროფესორი ესლი აქ ვენის უნივერსიტეტის ბოტანიკის განყოფილებაში მუშაობს. რა შეიძლება გაკეთდეს სოფლის მეურნეობაში, რომ კლიმატის ცვლილებებისა და სახეობათა გადაშენების ტემპი შენელდეს? ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე ვესაუბრებოდი ორგანული ფერმების მფლობელებს მთელ ავსტრიაში, რომლებსაც უამრავი კითხვა აქვთ, მათ შორის თქვენთანაც, ბატონო ესლ. პირველ კითხვას დასვამს ბატონის ზეტმერი. მე ასეთი კითხვა მაქვს. რატომ არ შეიძლება რეგენერაციული ორგანული ფერმების მეპატრონეთა სუბსიდირება? ისინი ხომ ნეშომპალას აფენენ მიწაზე. ატმოსფეროდან CO2-ის ამოღება სოფლის მეურნეობას მართლაც შეუძლია. თუკი ნიადაგს სხვანაირად დაამუშავებ, მასზე მეტი ნეშომპალა დარჩება და ეს საზოგადოებისათვის ახლა უფრო ღირებულია, ვიდრე ადრე. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ევროკავშირმა უნდა გადაუხადოს ფერმერებს იმისთვის, რომ ისინი ჰაერიდან ნახშირბადს იღებენ და ნიადაგში ინახავენ. დიახ, ასეა. ეს მეორე კითხვასაც პასუხობს, რომელიც კლემენს ტროირიცბახნერს აქვს, წიწილების ფერმის პატრონს. რატომ ხდება რომ ყოველთვის დიდი ფერმები იღებენ დახმარებას? ვისურვებდი რომ სუბსიდიები აღარ იყოს მიმმული დასამუშავებელი ფართობის ზომაზე. სუბსიდირების სისტემა ისეა მოწყობილი რომ ფერმა სულ უნდა აფართოო, მოგებაზე რომ გახვიდე. უნდა იყოს მუდმივად გაფართოებაზე ორიენტირებული და უფრო მეტად მექანიზებული ფერმები. ვფიქრობ ეს მოდელი არ არის უპრიანი ევროპული სოფლის მეურნეობისათვის. მცირე ფერმებმა მეტი უნდა მიიღონ თავიანთი მიწებისთვის და დიდებმა ნაკლები. და ბოლოს, კრისტიანი, ორგანული ღვინის მწარმოებელი სვამს კითხვას. რატომ არის აუცილებელი რომ ყველაფერი ცენტრიდან ბრიუსელიდან გაკონტროლდეს? ალტერნატივა იქნებოდა 27 ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ეროვნული აგრარული პოლიტიკის წარმოება. ამჟამად მოქმედ ერთიან აგრარულ პოლიტიკასთან შედარებით. ასეთი პოლიტიკა ნაკლებად კოორდინირებული იქნებოდა. ეს კი არ შეუწყობს ხელს უფრო მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას მთელ ევროპაში. ბრიუსელში ცხარე კამათია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. მე ვურჩევდი ძალაში დატოვონ სახნავი მიწის დასვენება. ევროკავშირში ადრე სავალდებულო იყო დასამუშავებელი მიწის 4% დაესვენებინათ, მაგრამ ეს მოთხოვნა გაუქმდა წელს ტრადიციული მეთოდებით მომუშავე ფერმერების პროტესტის გამო. არადა მცირე ნაკვეთების დასვენება ძალიან ეფექტურია ბუნების დაცვის თვალსაზრისით. საინტერესოა, ევროკომისია ისევ ნებაყოფლობით რეკომენდაციებს დატოვებს პროტესტის საფრთხის შიშით, თუ უფრო სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს კლიმატის დასაცავად. მეტი ორგანული ფერმა კარგი გამოსავალი იქნებოდა.